სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმინდისა სულისაითა. როგორც თქვენი სარწმუნოებისთვის ცნობილია, ჩვეულებისებრ წმინდა დიდმარხვის მეხუთე კვირიაკეს დედაი ჩვენი ეკლესია მოიხსენიებს წმინდათა შორის დედასა ჩვენსა მარიამ მეგვიპტელს, რომელიც სახია მთელს ქრისტიანულ სამყაროში ვერმონაზნური წმინდა და ასკეტური ცხოვრებისა. თუმცა არც ერთი გადმოცემით არ არის ცნობილი ის აღიკვეცა თუ არა მონაზვნად. უფრო შანს ჩვენამდე შემორჩენილი რედაქციიდან მისი ცხოვრებისა, რომ იგი არ აღკვეცილა, მაგრამ ხო ის საგვირველება სახია სწორედ ვერმონაზნული ცხოვრებისა. ესე იგი მნიშვნელოვანი არა სქემა, მცირე თუ დიდი, არამედ ცხოვრების წესი. როგორც უკვე მოგახსენებთ, მხოლოდ ერთი გარდამოცემა იყო ცნობილი, ვიდრე დაიწერებოდა მისი ცხოვრების ეს მცირე რედაქცია ჩვენამდე მოღწეული და იგი დაგვიწერა წმინდა სოფრონ იერუსალიმის პატრიარქმა, რომელიც გახლავთ მოწაფე წმინდა იოანე მოსხისა, ანუ მესხისა, როგორც სახელდება გეუბნებათ, წარმომავლობით ქართველი იყო, კერძოდ ტომით მესხი, მისი სულიერი მოწვარე. როგორც მისი ცხოვრებიდან შეასდა, ასე ვთქვათ, გამოთვალე იმ თარიღებით, რომელიც შემორჩენილია, იგი დაიბადა წმინდა მარიამ მეგვიპტელი დაახლოებით 454 წელს ეგვიპტეში, რომელიც იმხანად ქრისტიანული იყო. და არათუ ქრისტიანული იყო, მთელი კინოვია ლავრები, უდაბნოები, სამხოლოები და სკიტები იყო მიმოფენილი ეგვიპტის ვრცელ უდაბნოებში. ხოლო თავად მარიამ მეგვიპტელი ერთ-ერთ უშინაგანეს, იორდანის ერთ-ერთ უშინაგანეს უდაბნოში მოღვაწეობდა და როგორ მოხდა იორდანესთან, ამას ცოტა მოგვიანებით მოგახსენებთ. მას ჟამსაშინა დაახლოებით მე-6 საუკუნის პირველ მეოთხედში, როგორც ჩანს წმინდა მარიამის ცხოვრებიდან, კესარია, ესე იგი პალესტინის კესარიის მამათა მონასტერში ცხოვრობდა ბერი ვინმე ზოსიმე, რომელიც სიყრმიდან იყო მიბარებული მონასტერში. ეს ჩვეულება და ტრადიცია იმ დროს უკვე არსებობდა და 53 წლამდის იღვწოდა ამ მონასტერში. საკმაოდ დიდარი სულიერი გამოცდილება დააგროვა, როგორც იტყვიან ხოლმე. და ერთხელაც ესეთი კადნიერი აზრი მოუვიდა გულში. არის კია ვინმე ღრმა უდაბნოებში, რომ ჩემებრი საზომისთვის მიეღწიოს მღვიძარებისა და საზოგადოდ მოღვაწებისა. ეს ერთგვარად კადნიერი იყო და ცოტა ხიბლიანის. როგორც მინდა მამები ამბობენ, იშვიათად თუ ვინმე არის, ესე იგი, უცხო ხიბლისთვისო. მეტნაკლებად ყველა თავისებურ ხიბლში, თვითკმაყოფილებაში და ამავე წარმოდგენებში ვიმყოფებით. ამ ფიქრში იყო ჯერ კიდევ ღირსი ზოსიმე, როდესაც წარმოუდგა ანგელოზი უფლისა და რა თქმა უნდა არცთუ ღვთის კურთხევის გარეშე და უთხრა: ჭეშმარიტად, ღვთისთვის მოსაწონია შენი ვერმონაზნული ცხოვრება, განლო რა თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი მონასტერში. მაგრამ უნდა იცოდე, როგორც და პავლე მოციქულის რომაელთა მიმართ ეპისტოლედან აჩვენა, რომ ყოველი კაცი არის ამაო. ესე იგი, რა საგულისხმო დასკვნა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ წმინდა ძალებმაც, ანგელოზებმაც ჩინებულად იციან წმინდა წერილები. ღირსმა დედამაც, მარიამ მეგვიპტელმა, რომელმაც წერა კითხვაც კი არ იცოდა, ასევე ჩინებულად შეისწავლა სულისაგან წმინდისა მარიამ ღვთისმშობლის მეუღლებით წმინდა წერილი, ძველი და ახალი აღთქმა. ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ. შენი ღვაწლი მას ღვთისთვის მოსაწონია, მაგრამ უნდა იცოდე, რომ არის მოღვაწეობის უფრო უმაღლესი ფორმები. ამიტომ ბრძანებას აძლევს ანგელოზი, რომელიც ღვთისაგან მოიღო რა თქმა უნდა, რომ დაატოვოს მონასტერი, სადაც სიყრმე და სიჭაბუკე გაატარა და სიჭარმაგემდე მოვიდა და გადასახლდეს სხვა მონასტერში, რომელიც იორდანესთან ახლო მდებარეობს. სავარაუდოდ შეიძლება ეს იყოს საბა განწმენდილის ლავრა. დაზუსტებით ამის თქმა ჩვენ არ შეგვიძლია და არსებითი მნიშვნელობაც არ აქვს.
შეასრულა რა ღვთისლოცვა კურთხევა ანგელოზის მიერ ღირსმა მამამ და მოვიდა მონასტერში, მინიშნებულ მონასტერში, აღფრთოვანებაში მოვიდა. იქ ნახა ბუმბერაზე ასკეტი ღირსი მამები და ისეთი სახე ასკეტური მოგონდა, რომელიც თავის მონასტერში არ ენახა და ღმერთს და ანგელოზს მადლობას შესწირა, რომ ბოლოს და ბოლოს ამოიყვანეს ამგვარ მონასტერში. თუმცა რა იცოდა ზოსიმემ, რომ ამისთვის როდი უბრძანა მონასტერში მოსვლა. არამედ უფრო მეტი სულიერების და ასკეტური ღვაწლის უფრო მაღალი სახე უნდა ეჩვენებინა მარიამ მეგვიპტელის სახით. აი ეს როგორ მოხდა. ამას გავიდა რამოდენიმე ხანი, ჩვეულება ჰქონდა ამ მონასტერს, როცა დიდმარხვა მოაწევდა პირველ კვირას ყველა დაახლოვდა მონასტერში ღვთისმსახურებაზე. თქვენ იცით, რომ ყოველდღიური ღვთისმსახურება მეტადრეს კაცრად სრულდებოდა მონასტერში და კვირას მართლმადიდებლობის ზეიმს ეზიარა რა ყველაფერი, შემდგომ ერთმანეთის მიმართ მუხთადრეკა აღასრულეს, შენდობა აიღეს, ასევე პიროყოვლისა იღუმენისგან, წინამძღვრისაგან და როგორც იყო ჩვეულება მონასტრისა, გადალახეს მდინარე იორდანე, გავიდერა მონასტრიდან, სავანიდან და გაუდგნენ გზას. ზოგი უფრო ღრმად შევიდა უდაბნოში, ზოგი იქვე იორდანეს მახლობლად იქცოდა. ზოგმა საზრდელი მცირეოდენი სამარხო წაიღო თან, ზოგს არაფერი არ წაუღია, არამედ ბალახის ფესვებითა და თავად ბალახით იკვებებოდა. და თქვენ იცით, რომ იმხანად ბერები დღეში ერთხელ იღებდნენ საზრდელს, საღამო ჟამს და კაცრად იცავდნენ. ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო, მაგრამ იყვნენ ისეთი მამები, რომლებიც სამით მარხულობდნენ, 7-ეულით, 40-ეულით, 60 დღეს კი, ანუ ამ ხნის განმავლობაში იგინი მხოლოდ ერთხელ იღებდნენ მწუხრიდან საზრდელს. შესაძლებელია, როგორც ჩანს, მათი ცხოვრების მიმხედავები ვრწმუნდებით, რომ ეს შესაძლებელია. ოღონდ ისინი ღვაწლში არაერთხელ, არამედ თანდათანობით შედიოდნენ. ესე იგი, რაც ჰქონდა, აი მაგალითად დაისვავდა მოძღვარი და მაძღრისად რომ ეჭამა. შემდეგ ცოტას აკლებდა ამას და ასე და ამგვარად ბოლოს ასკეტურ მარხვამდის მიხავდა. ნუ რა თქმა უნდა, ადამიანის ორგანიზმსაც გააჩნია, ამასაც ითვალისწინებს ეკლესია, თქვათ, ავადმყოფი ადამიანი, უძლური და ასე შემდეგ. მაგრამ ეს გამონაკლისებია და ტრადიციულად და უპირატესად დღეში ერთხელ მწუხრიდან იღებდნენ საზრდოს, მცირეოდენს. რა არის ზომიერი, როგორია ზომიერი ჭამი? ბევრი კითხულობს მრევლში ცარცარებაზე მოსულ. როდესაც სუფრი დამდგებით, ცოტაოდენი კიდევ უნდა გვინდოდეს. აი ეს არ ნიშნავს არ ჩიმშილს და მეტადრე არ ნიშნავს წყურვილს. აქ ასეთი მაგალითებიც იყო, ჩემი ახალგაზრდობიდანაც შემილია მოვიგონო წმინდა მამებს და ასკეტებს, რომ კითხულობდი, ვცდილობდი მათთვის მივებაც. ამაში ცუდი თავისთავად არაფერია, მაგრამ არ ყავდა რა გამოცდილი სულიერი მოძღვარი და არ ვიყავით არა გამოცდილი, რა თქმა უნდა, იქ შეცდომებიც მომივიდა. პირველ ყოვლისა რა მოდის ადამიანში? ხიბლიანობა, თვითდაჯერებულობა მატულობს, ზვავობრობა შემოდის გულში. სხვებს უკვე ზევიდან უყურებ, ისინი მართლმადიდებლობადაც კი არ მიგაჩნია და ასე შემდეგ. რასაც თუ ასე გაგრძელდა, ადამიანი მიყავს სულიერ აშლილობამდე, ანუ სულიერ დაავადებამდე. ისე როგორც იესოს ლოცვა არ შეიძლება იმ წესით, როგორც განდეგილი მამები გვასწავლიან, ვილოცოთ ერისკაცემა სულიერი გამოცდილი იესოს ლოცვაში გამოცდილი მოძღვრის გარეშე. ამიტომ უნდა დავჭერდეთ გარეგან ლოცვას. ნუ იშვიათად ხდება ერშიც, რომ ეს გამუდმებული ლოცვა ჩდება ადამიანში. ეს არის გამონაკლისები. აი ერთი მათგანი მე მაგუნდება, ჩვენი ბრევლი იყო, რომელმაც დიდი სასაული იხილა ზიარების დროს აქ პეტრე-პავლეს ეკლესიაში, წმინდა ტრაპეზზე. ამან ისე იმოქმედა, რომ ქალიშვილი ყავდა. ერთი ქალიშვილთან ერთად წავიდა არასო დიდი ხნის შემდეგ მონასტერში, აიღორა ლოცვა კურთხევა. აი მან მოიპოვა იესოს ლოცვა. მაგრამ მამა გაბრიელის, სადაც ის იღწოდა, მამა გაბრიელი იყო ერთ-ერთ კაცრ მარხვაში იღუმენია და ეს მონაზონი რადგანაც ხიბლში ჩავარდნენ, რომ ძალიან კაცად, კარგად იმარხულეს, განვლეს მარხვა და ასე შემდეგ და ერთგვარ თავმომწონებაში იყვნენ. მამა გაბრიელმა წინასწარ გაამზადა ტაბლა, შამპანიური, ჩაცილებული რა თქმა უნდა და დაელოდა, როდის გამოვიდოდნენ იღუმენია და ეს მონაზონი წირვიდან მართლაც ჩაუარეს გვერდით მამა გაბრიელმა
მიიხმო თავისთან და აბა დებო მოდი ეხლა ჭამოთო შეიშმუშნენ ერთის და მეორეს და დაიწყეს ესე იგი დათხოვა მამა გაბრიელისგან მაგრამ მამა გაბრიელს ვინც იცნობდა ეს ყოველად შეუძლებელი იყო მიუთითა დაასხა ზეთიანი უზეთო მარხვა შეინახეს იმათ ზეთიანი საჭმელი აჭამა შამპანიური დაუსხა და რა თქმა უნდა თამადა მე ვიქნებიო ასე ითამადა და აჭამა მარხვაში და გაატეხინა როგორც ფიქრობდნენ წყავებდნენ მაგრამ არაფერი გავიდა მამა გაბრიელთან ამის შემდეგ მათ თავი აღარ აუღერებიათ რომ კაცრი მარხველები იყვნენ საერთოდ მამა გაბრიელი კაცრად რო თქვა გრძალავდა უზეთო მარხვას ერის კაცებისთვის ცალკეული შემთხვევების გარდა ზეთიანზე უნდა იყვნენ და ასე შემდეგ ეს მაგალითმა გაგვიტაცა და მოუბრუნდეთ სათქმელს მათ შორის ბერებთან ერთად იორდანე გადალახა ბერმა ზოსიმემაც საკმაოდ დიდხანს იარა უდაბნოში ასე ვთქვათ ღრმა უდაბნოში შევიდა და ეს მოღვაწეობის უფრო მკაცრი სახე იყო იმიტომ რომ იქ ბალახიც აღარ იყო პრაქტიკულად წვიმა იშვიათად მოდიოდა და ასე შემდეგ უკვე 20 დღე იყო გასული და შუა დღე არის მე-6 ჟამს კითხულობს ბერის ოსიმე მე-6 ჟამი ჩვენი დროის შუა დღის საათებს შეეფერება 12 პირველ 2 საათს და ამ ლოცვაში მოულოდნელად მარხვნი რაღაცა გაკრთა ადამიანის მსგავსება თავდაპირველად შეშინდა სოსიმე ეს ბუნებრივი არის ადამიანში შემდეგ გონს მოეგო პირჯვარი გადაიწერა და ლოცვა გააგრძელა და როდესაც დაასრულა ლოცვა გახედა იქით მარჯვენით თუ რა იყო ან ვინ იყო ეს და დალანდა ადამიანის მსგავსება რომელიც ძალზე გამხდარი იყო და მზეზე გარუჯული და ადგა და გაეშურა მისკენ გადასახა და გაეშურა მისკენ მაგრამ უცნობმა ფეხს აუჩქარა ზოსიმე გაიქცა უცნობით გაიქცა ზოსიმე როგორც გითხარით შესავალში უკვე 53 წლის იყო და არც თუ ახალგაზრდა აქედან გამომდინარე თან პაპანაკება სიცხე იყო უდაბნო და ასე შემდეგ ადრე თუგვიან ზოსიმე დაიღალა და დამშრალი წყაროს თვალის მახლობლად შეჩერდა გევედრები შეჩერდი თუ შეგილია რადგან მე ასე მიდევნება ასე აჩქარებით არ ძალმიც აბა როგორ გავჩენდები მამა ზოსიმე სახელით გადმოზახა როდესაც მე დედა გაცივა და არაფერი მოსია შემომადნა სამოსელი თუ გინდა რომ ვიუბნოთ ანაფორა გადმომიგდეს ზედა სამოსელი შევიმოსები და გავჩერდები ზოსიმე სასრაფოდ გაიძრო ანაფორა და გადაუგდო უცნობს მანაც შეიმოსა ანაფორა და აი ისინი შეხვდნენ ზოსიმეს უკვე კეთილ მოგრძალება გაუშვდა გულში რადგან მან ჩემი სახელი იცის ესე იგი დიდი მოღვაწეა მადლი მიუღია წინასწარმეტყველებისა თქვენ იცით რომ ოქროპირისკენ სამგვარი წინასწარმეტყველება არსებობს წარსულზე მომავალზე და აწმყოზე ეს იყო წინასწარმეტყველება აწმყოზე რა ერქვა ზოსიმეს ამბერს სახელდებით უთხრა ამის შემდგომ ესე იგი მუხლებზე დაემხო ბერის ზოსიმე არ დაგავიწყდეთ რომ დელმონაზონე იყო სასულიერო წოდებას ატარებდა მუხლებზე დაემხო აღთოვანებისაგან და შესთხოვა დედა მარიამს რომ დაელოცა აბა რას ამბობ მამაო შენ ხომ მღვდელი ხარ წლობით მდგარ ხარ წმინდა ტრაპეზთან უსისხლო მკვერპლი შეგიწირავს ანუ რათი ჩოქებიო და შემდგარ რათი თხოვ კურთხევას როცა თავად მღვდელი ხარ და მწირველი ლიტურგოსანი მაგრამ ზოსიმე დაჟინებით ითხოვდა მარიამის უკვე მუხლზე იყო დამხობილი როგორც მღვდლის წინაშე მან ყოველივე უწყოდა ვინ იყო ზოსიმე წარსულში აწმყოში და რა მომავალი ესახებოდა ღვთისაგან რა კი დაჟინებით ითხოვდა რადგან ისიც კი წინასწარმეტყველო რომ არა მარტო ზოსიმე ერქვა არამედ სამღვდელო პირი იყო ესე იგი კიდევ მეტი მოგრძალება გაუჩნდა და შიშიც კი ჩაუდგა გულში ზოსიმეს რა კი ზოსიმეს მიმართ რა კი დაჟინებით ითხოვდა ამიტომ მარიამმა ამგვარად აკურთხა ღმერთმა
გვაკურთხოს ორივე ყოვლისა სოფლისა მაცხოვარმა. ამის შემდგომ ესე იგი დაეკითხა მარიამი, როგორ არის ჩვენი ხელმწიფე, მეფე ხელმწიფე, როგორ არის ქვეყანა, მშვიდობა თუ არის, ეკლესიები ყავიან თუ დევნა აქვთ ისევ და განხეთქილების საშიშროება. ყოველივე წარმოუთხრა ზოსიმ. იმიტომ კი არ ეკითხებოდა, რომ არ იცოდა. ორი უცნობი შეხვდა და იწყებენ საუბარს და ეძებენ თემას, ადამიანურად რომ განგიმარდოთ. ამის შემდგომ ზოსიმემ სთხოვა, რომ თუ შეეძლო ელოცა მისთვის. მარიამი თავდაპირველად უარობდა, შემდგომ შებრუნდა აღმოსავლეთისკენ, აღაფრა თვალნი, თვისნი და ხელნი აღმოსავლეთისკენ და იწყო ლოცვა. ლოცვის ჟამს ჰაერში ამაღლდა. ზოსიმე შეძრწუნდა, ქვე დაემხო და ვერ ბედავდა, რომ თვალიც კი აღეხილა და შეეხედა მარიამისთვის. ასეთი ამგვარი წმინდანი მას არასდროს არ ენახა. თუმცა, როგორც გითხარით, მონასტერში გაატარა სიყრმიდან მოაქამომდე მთელი ცხოვრება და საკმაოდ დიდარი სულიერი გამოცდილება მიიღო, რაღა თქმა უნდა. მაგრამ მარიამის სიწმინდე იყო შეუდარებელი. ამის შემდგომ, როცა დაცხრა ლოცვისაგან და ქვე დაეშვა მარიამი, წამოდგა როგორც იქნა ზოსიმე, მიახლა კვლავ კეთილ მოგრძალებით მარიამს და სთხოვა მოეყოლა მისი ცხოვრების შესახებ. მე რომ მოგითხრო ჩემი ცხოვრება, შენ შემიძულებ. ყურებში თითს გაიკეთებ, რომ არ გაიგო იგი, მაგრამ რა კი დაჟინებით ითხოვ, თის სიყვარულისთვის წარმოგითხრობ. მე დავიბადე ეგვიპტეში, როგორც გამოვთვალეთ მისი ცხოვრებიდან დაახლოებით 454 წელს. დავიბადე ეგვიპტეში ერთ-ერთ რიგით გლეხის ოჯახში, მაგრამ გული ოჯახში არ მიჩერდებოდა. 12 წლისა დავკარი ფეხი, მივატოვებ შობლები, შობლიური კერა და ჩამოვედი ქალაქში, იგულისხმება ალექსანდრია, რომელიც დედაქალაქი იყო ეგვიპტისა. და აქ შეუდექ ისეთ ცხოვრებას, რომელსაც ყოველთვის თხოვდა გული. მემთვრალეობა, ნაკროვანა ჭამა, ხორცის, თევზის, სიძვა, გარყვნილება, პირდაპირ შეპყრობილი ვიყავი. მე ამას იმიტომ კი არ ვიქმოდი, რომ ფული შემოსულიყო. პირიქით, მე ვაჭმებდი და ვასმებდი ხელსაქმით, ქარგვით გამქონდა რა თავი, ყველა ამათ ვისთანაც მრშობდი, სიძვალდი. და დაუცხრობელი იყო ჩემი ეს სურვილი. ერთხელაც ვხედავ, რომ ეგვიპტელები გემებში სხდებიან და იერუსალიმისაკენ წასვლას აპირებენ. ვიკითხე, აღმოჩნდა დღესასწაულია ჯვართამაღლებისა უახლოეს დღეებში. მე ჩავჯექი ერთ-ერთ გემში და არა იმიტომ, რომ თაყვანი მესა პატიოსანი ძელისთვის, არამედ იმისთვის, რომ ფიქრობდი, ბევრი კლიენტი მეყოლება. ჯერ კიდევ გემზე უამრავი შეაცდინა. არ გადავისვით, ესენი ყველანი ქრისტიანები იყვნენ. როგორც ჩანს, ძალიან მერყევი ქრისტიანები. მეორე მხრივ, ვარაუდობ ალბათ აღნაგობითა და გარიგნობით ლამაზი იყო, რომ ამდენი ადამიანი მოხიბლა, თითო როლას გარდა და გახწნა. აი როგორც იქნა, გადავიდნენ წმინდა მიწაზე, შევიდნენ უფლის ქალაქ იერუსალიმში, მარიამის მიხვება სხვებს ფეხდაფეხ. კისკისით, სიცილით, საცდურებით. და აი მიაღწიეს თავარ ტაძარს. როგორც ჩანს, ეს იყო აღდგომის ტაძარი. და ყველა დაუბრკოლებლად შედის და ერთი მარიამია, რომელიც კარს მიღმა ვერ გადადის. სტოვაში შევიდა, მაგრამ რაღაც უხილავი ძალა არ უშვეს, რომ შევიდეს ტაძრის შუაგულში, თავად ტაძარში. ერთხელ, ორჯერ, ბევრჯერ და ხან შემთხვევითობას წერა, ხან ხალხთა ნაკადს, მაგრამ რა კი დარწმუნდა, რომ არაფერი საამისო არ იყო მიზეზი, უკვე ჩაფიქრდა. უკან დაბრუნდა, დადგა სტოვის ერთ-ერთ კუთხეში და დაფიქრდა თავის პირველად, დაფიქრდა თავის გარყვნილ ცხოვრებაზე. ცოდვილ ცხოვრებაზე. ცრემლები მოადგა თვალებს. როდესაც თავი წამოსწია, ოდნავ დაინახა, რომ იქვე სტოვაში პაწაწა ხატი ეკიდა ღვთისმშობელ მარიამისა და გულში უთხრა:
დედა ღვთისა, ნება მოვეცი, შევიდე შენი ძისა და ღვთის ტაძარში. თაყვანისზე ძელი პატიოსანს, რომლითაც სოდვისაგან სიკვდილისა და ხრწნილებისა გამოგვისყიდა უფალმა. და თუ შენ ამას შემაძლებინებ, ისოდე რომ სადაც გამეყვან გავალიქ და შეგიდგები შენ. ანუ წმინდად ვიცხოვრებო, გარკვეულ ცხოვრებას მივატოვებ. სრულიად დაბრკოლების გარეშე ამ ლოცვის შემდგომ შედის ტაძარში მარიამი, ძელი პატიოსანს ძემს თაყვანს სხვებთან ერთად, ტირის ხარეთ თავის სოდვებზე და უფლის ხსნელ ვნებებზე და უკან გამოდის. ისევ იმ ადგილას მივიდა სტოაში, დადგა მუხლებზე და კვლავ ლოცვა აღუვლინა, უკვე მისი სული ითხოვდა ლოცვას. სიმსუბუქე იგრძნო ამ ლოცვის და ესე იგი სიწმინდესთან მიახლების შემდგომ. ლოცვა მას სიმშვიდეს და სიხარულს ანიჭებდა უკვე. და აქამდე როგორც ზოსიმეს უთხრა, არასდროს წირვაზე არ ყოფილა, არასდროს საგალობლები ღვთისა არ მოусმენია. მაგრამ ერთბაშად დადგა სული მისი. და კვლავ წამოსია თავი და ღვთისმშობელს მიმართა. მიმანიშნენ, ჰოი დედაო ღვთისა, სად გავიდე და სად ვიტირო ჩემი ცოდვები. ღვთისმშობლის ხატიდან მოესმა ხმა, რომ გადაელახა მდინარე იორდანე ღრმა უდაბნოში შესულიყო, ხოლო იქ თავად ღვთისმშობელი გაუწევდა პატრონობასა და მზრუნველობას. მართლაც მადლობა შესწირა ღმერთსა და ღვთისმშობელ მარიამ მეგვიპტელმა, წამოდგა გახარებული და გამოვიდა, რომ ესე იგი გადასულიყო იორდანეზე. გარეთ რომ გამოვიდა, სრულიად უცნობმა ადამიანმა სამი სპილენძის მონეტა ჩაუდო ხელში. ჩათვალეთ, რომ ეს შემთხვევით არ იყო. თისგან იყო ეს ყველაფერი და წავიდა სამი პური იყიდა, მიადგარა მდინარე იორდანეს, გადაწყვიტა, რომ მშიერი იყო, უზმო, ცოტაოდენი პური მიიღო, ერთი პური გატეხა შუაზე, მიიღო როგორც საზრდელი, ეს ახლო-მახლო იყო იოანე ნათლისმცემლის მცირე ეკლესია, შევიდა ეკლესიაში, ამის შემდგომ ესე იორდანეს წყალი დააყოლა, როგორც ევლოგია, სიწმინდე, რომელშიც ნათელს იყო უფალმა ჩვენმა იესო ქრისტე და ამ გზით განიწმინდა ეს წყალი. და ნათლისღებით წყარონით და უსკრული წყალთანი განიწმინდა, საერთოდ როგორც წმინდა ამბროსი მედიოლანელი ამბობს. შევიდა ტაძარში, ილოცა, ლოცვა კურთხევა ითხოვა ღვთისა და ღვთისმშობელ მარიამისაგან და ახლა დაუწყო ძებნა, როგორ გადასულიყო მეორე ნაპირზე და ნახა ერთი პატარა მოძველებული ნავი და დიდის გაჭირვებით გადალახა იორდანე და გადავიდა მეორე ნაპირზე. აქედან გაჭირვებით გადადის ნავით, იქიდან მრავალი წლის შემდგომ გადმოდის ფეხით მდინარეზე, როგორც ქრისტე მაცხოვარი. ესეც საზომი მისი ცხოვრებისა და ასკეტური წრისა იმ უდაბნოში. მოკლედ დაადგა გზას, ბევრი არა, ცოტაი არა, მიაღწია ერთ-ერთ უშინაგანეს უდაბნოს. ახლა ზოგიერთს გაეღიმება ახლად მოსულებს თუ ნაკლებ მორწმუნეებს, აქ თუ გარეთ ვინც მოისმენენ ამ ქადაგებას, 17 წელიწადი იყო ორნახევარი პური. რატო ამახვილებ ყურადღებას ამაზე? მოგახსენებ. გზაში სისხლისგან ეს პური ქვასავით გახდა, ცოტას მოტეხდა დიდის გაჭირვებით და აი ამას ჯერდებოდა. ახლა ზოგიერთი მათემატიკოსი, ასე ვთქვათ, ჭრალებში იანგარიშებს, რამდენჯერ უნდა მოეცისქნა პური ორნახევარი პური და რომ 17 წელიწადი ლომოდა. შენაირი მათემატიკოსები და ჩემნაირი მღვდლები მაძღრისად ჭამენ. ხო და ის კი პრაქტიკულად უზმოდ მარხულობდა. გარდა მაგისა, აკი გითხარით და არც შევთხოვით, რომ რა თქმა უნდა ადამიანის ხელით მიეცა სპილენძის სამი მონეტა, მაგრამ ეს ღვთის კურთხევა იყო. თუ იმიტომ რომ წმინდა მამები ამბობენ, აღძრაც კეთილ საქმესა და აღსრულებას ღვთის მადლით ხდება. ჩვენ რა შეგვიძლია, ჩვენ არც ერთი რა იძალვის. სოდ დაბადებიდან სოდვისკენ ვართ მიდრეკილი, როგორც უფალმა წარღვნის შემდეგ თქვა კაცთან მოდგმაზე. აი ეს ნამდვილად შეგვიძლია. მაგრამ შეუძლებელი კაცთაგან ყოველივე შესაძლებელია ღვთისა მიერ. რატო ვამახვილებ ყურადღებას, რომ 17 წელიწადი იყო ორნახევარი პური? იმიტომ ვამახვილებ, ჩემო კეთილო, რომ გველოდება არცუ შორეულ მომავალში უმძიმესი ჭირის დღეები ანტიქრისტეს უსასტიკეთი რეჟიმისა.
რომელსაც ჭირის დღეები თავად უფალმა უწოდა 20 საუკუნის წინ, ესე იგი რა უბედურება უნდა იყოს, რომ უფალმა უწოდა ჭირის დღეები. ამაზე ბევრი გვისაუბრია, გასულ ქადაგებაში ფრაგმენტულად ამოგიკითხეთ ამის თაობაზე ზოგი რამ, ამიტომ ამჯერად თავს აღარ შეგაწევ. გარდა მაგისა, საგვარელო მოიგონეთ ორი მნიშვნელოვანი სასწაული, რომელიც უფალმა დედამიწაზე ყოფ ნიშნავს აღასრულა, როცა 5 პურითა და 2 თევზით განაცხვა 5000-ზე მეტი გარდა დედებისა და ბავშვებისა. ბევრად ბევრი 5000-ზე, იმიტომ რომ ერთი ბავშვი ხომ არ იქნებოდა, მრავალშვილიანი ოჯახები იყო. დედები და მამები ერთად 10000, ბავშვებიც შეიძლება 20000 სულ ერთად და ან კი რა არის შეუძლებელი ქრისტესთვის, რომელსაც არარაობისაგან სანი დაქვეყანა დაბადა, ანგელოზი და ადამიანი სიბრძნითა და გონიერებით. მოგლედ სხვა შემთხვევაში 4000-ზე მეტი განაცხვა. ამიტომ ასეთი უფლისთვის შეუძლებელი სულაც არ იქნებოდა, რომ ეს გამრავლებულიყო თუ გნებავთ პორი და დიდხანს ყოფნოდა ბარიან. მე ერთ სასწაულსაც გეტყვით, რომლის მოწმე მე ვიყავი და ჩემი სულიერი შვილები, რომლებიც დღეს მღვდლები არიან. კერძოდ ხარაგაულის რაიონში ვიყავით, რკინიშვარი აღმართეთ. იქაურები იყვნენ. ეს სტუდენტები სემინარიის გალობლები იყვნენ. ჩემი მათი თხოვნით წავედით, დავამზადეთ მანამდე დიდი ვება რკინიშვარი, ვაკურთხეთ, წავასვენეთ და ხარაგაულის თაზე, სადაც გადმოცემით წმინდა ანდრიამ რკინის თაქვია იმას, აღმართა ჯვარი, ჩვენ იმ ადგილას აღმართეთ, დიდი პარაკლისი გადავიხადეთ, ქადაგება წარქვით და ასე შემდეგ. და ესე იგი უკან მეორე დღეს უკან ბრუნდებით და საზრდელია არაფერი არ ქონდა. ძალიან დავიქანცეთ. გაჭირვების დრო იყო, ბენზინი არ ისუებოდა, ეხლა ყველაფერს ხომ არ მოგიყვები და ასე და ამგვარად ორი გამოვაგზავნე ბენზინის ამოსატანად, სადმე რომ მეშოვათ, ჭურჭლით ამოეტანათ, მანქანა გაგვიჩერდა. და ჩვენ კი იქ დავრჩით იმ ადგილას. და აი საღამ უკვე ბინდდებოდა, რომელიღაც იქაური კაცი, გლეხი კაცი გამოჩნდა, რომელსაც ხარი დაკარგოდა და ეძებდა და ერთ-ერთი ჩვენთაგანი მისი ნაცნობი აღმოჩნდა, ისაუბრეს მცირედ სარწმუნოებაზე, მე ესე კურთხევაზე მოიყვანა და ასე შემდეგ და გაქვთ აქ რამე ხარაგაულის კილოზე მკითხა. მე უთხარი არა պետք է აი შევჩით ფიხი და დაკავართ აღობა და შემოვჩით მეთქი ამ ადგილას. ცოტა ხანი დამელოდეთო, გაიქცა სასტრაფოდ, ამოიტანა იმერული სუფრა, სამარხო. ხალეული ახლა აი ხორც ყოველდღე ხო არ კლავენ დასავლეთში განსაკუთრებით. და ხალეული მოიტანა ვილოცეთ და ესე იგი გნებავთ, დამიჯერე გნებავთ. ერთი 7-8 კაცი ვიყავით. საკმაოდ გიახელით, შივრები ვიყავით. თითქმის იმდენივე დარჩა. ყველა მაგნიშნა ეს. ჩვენც თუ იმ კაცსაც, კაცო ასეთი არაფერი არ მინახია, რა არის ეს? და მე მომაგონდა ეს სასწაულები მაცხოვრისა და იმას დავუკავშირეთ. მსგავსი სასწაული მოხდა იქაც აჭარაში, დინარის პირას ლოცულობდით, მომიყოლია თქვენთვის და აჭარელი ესე იგი მუსლიმი მოვიდა და რატო ხართო იქ თქვენ იცით ყველა დაკითხვაზე ვიყავით ხოლმე აჭარაში. ესე იყვნენ გაწვრთნილები, იმიტომ რომ საზღვარი იყო თურქეთთან და როცა გაიგეს რომ ღვთისმსიტყვის საკადაგებლად და ასე შემდეგ და აი უნდა ვივალშმოთ მეთქი და მივეჭრიე და ოღონდ ცოტა სანამ ვილოცებ და ვაკურთხებ მოშორებით დადექი მეთქი და გაეღიმა ირონიულად ჩვენ ლოცვაზე. ესე გვერდზე დავაყენე, იმიტომ რომ მუსლიმთან ერთად ვერ ვილოცებდი და ლოცვას რომ შეუდექით, იგალობეს ვაკურთხე რომ ამაო ჩვენო ეგალობა და სადაცდელის შემდეგ ღირსარსი ეგალობა. იგალობეს და ღამდებოდა უკვე. გაოცდა ეს ადამიანი, უცბად, განათდა და იყო განათებული მხოლოდ ლოცვის ჟამს. როგორც კი ვაკურთხეთ, სიბნელე ჩამოწვა მოულოდნელად. ამან ძალიან გააოგნა, ძალიან ახლა ცოტა ხანი შეჩერდით არ დაიწყო ჭამო, გავარდა მაშინმე სახლიდან საკმაოდ სუყე კოლექტივის თავმჯდომარე ბოლოს და ბოლოს სუყე სუფრა მოიტანა. და სარწმუნოებაზე ველაპარაკეთ და რომ მონათლულიყო ეს სასწაული შენ გაჩვენა, ეს ჩვენ არ გჭირდება მე ჩვენ წამს უკვე უფალი და შენთვის მოხდა მეთქი ეს სასწაული და ვიფიქრებ მე ერთი რამე კი ვიცი რომ შვილიშვილებს აუცილებლად მოუნათლავ ქრისტიანულად და ასე შემდეგ. მოგლეთ, როდესაც მოვა უკანასკნელი ჟამი და იქნება
დაღდასმული ადამიანი მხოლოდ მას ექნება როგორც აპოკალიფსში და წმინდა ბავებთან წერია გაყიდვის და ყიდვის უფლება, ანუ შიმშილით სიკვდილისთვის თითქოს განწირული იქნება, ვინც არ მიიღებს ანტიქრისტეს ბეჭედს. მაერ დღეს იერუსალიმში 3 წელიწად ნახევარი იქნებიან ენუქი და ელია, საქართველოში იოანე მახარებელი. რითი საზრდოობენ, ან დანარჩენები. მე ადრეც მithქვია, ახლაც გავიბორებ, მართებული პასუხია. აი თუ არ გექნება და ვერც გაყიდი, ვერც იყიდი, ჩვენ თუნდაც წმინდა მაკარიას დიცქემონაზონი აღოს ტალახს მოვზილავთ, ჯვარს დავწერთ და უთბეს პურებად შეგვერგება. მსგავსი მაგალითების დაძებნა შეიძლება პატერიკულ მოთხრობებშიც. ან თქვათ აი 7 ეფესელი ყრმა, რომელიც ამოუქოლეს, გამოქვაბული საუკუნეები იყვნენ. როგორ მოხდა ეს? ღმერთისთვის არაფერი, მაგრამ ღმერთის ყოვლა ძლიერება უნდა გამოიწვიოს ობიექტურმა აუცილებლობამ და იმ ადამიანის თუ ადამიანების ცოცხალმა სარწმუნოებამ. ამიტომაც იყო უფალი ვიდრე განკურნა და როცა სკოლდნენ ყურნებას, ეკითხებოდა წამს როგორც ავადყოფს, ისე მის მომყვანებელს თუ გულშემატკივარს. წმენისაებრ გეყოშე. ბოლო დროს ძალიან ცოტა იქნებიან მორწმუნეები, მაგრამ მათ ექნება წმენა ანდამატური. მათი შიში თვით ანტიქრისტეს ექნება, არა მარტო წმინდა მოძღვრების, არამედ მათი ერისკაცების, ვინც ამ რწმენას შეინარჩუნებს. რწმენისთვის კი არაფერი არ შეუძლებელი. თქვენ ის კი არ იკითხოთ, რა ვჭამოთ, რა ვსვამოთ, ამაო ადამიანივით ბოლოჟამს. იმაზე იფიქრეთ, როგორ შევინარჩუნო ჩემში რწმენა, როგორ გავაღვივო, როგორ გავამრავლო, როგორ გამტკიცდე, როგორ გავძლიერდე სარწმუნოებაში. აი ეს არის არსებითი. თორე ესე იგი უფალმაც გვასწავლა, რომ ხორცთათვის ნუზრუნავთო, ცათა სასუფეველს ეძიებდით და მის სიმართლეს და ყოველივე მოგეცეს და მოგემატოს თქვენ. აი რა არის არსებითი საყვარელო. 17 წლის შემდეგ წმინდა მარიამმა ხელი მიიღო ბალახის და მისი ძირების ჭამას და ერთხელ გეტყვით თანდათან გამოიწვთო და ასე კი არ იყო, რომ დღეს სამჯერ ინგლისურად თუ ფრანგულად რომ 60-ჯერ ვსადილობ ჩვენ. უკვე გადავიდა უფრო მკაც საფეხურს, თანდათანობითია ღვაწლი. ხშირად ათეული დღეების განმავლობაში არაფერს არ იღებდა. თქვენ იტყვით, ეგ მაშინ იყო, ან იყო, ან არა. კეთილი, აგერ გასულ საუკუნეში. ზოიას ფეხზე დგომა გახსოვთ? თუ არ გახსოვთ? არ იცით არა, კი მიქნებ თავს, მაგრამ ეჭუგა თვალებში. კეთილი. ესე იგი, რევოლუცია ახალი მომხდარია რუსეთში, დიდი ოქტომბრის რევოლუცია, ვლადიმერ ილიაზია სათავეში და ასე შემდეგ. ერთ-ერთი რქა ანტიქრისტესი და არის დევნა სარწმუნოების. ერთ-ერთი ოჯახია, რიგითი, რუსული ოჯახი, შობის თუ აღდგომის დღესასწაული მოახლოვდა, ამ ოჯახის დიასახლისი ასაკოვანი ადამიანი წავიდა წირვაზე, ღრმად მორწმუნე იყო. მართალია დევნა იყო, მაგრამ უფალზე უარი მას არ უთქვამს. და მისმა ქალიშვილმა გადაწყვიტა, რომ თავისი თანატოლები მეგობრები მოეწვია და მოელხინა მათთან ერთად. და შეუთვალა, რომ შეყარებულებთან ერთად მოსულიყვნენ. ზოგისთვის შეყარებული იყო, ზოგის უკვე საკვრო იყო. განსხვავებას ხედავთ არა საყვარელო. ხო და ამისი შეყარებული არ მოვიდა და როცა ცეკვის დრო დადგა და ცეკვას შეუდგნენ, ჩიკა რამაია, არა რუსულად ეს გოგონა რაკაია, ქართულად რო გადმოკეთებული. დაახლოებით ამგვარი ვითარება და განწყობილება იყო. და ამისი შეყარებული არ მოვიდა და ძალიან დაიბოღმა. სულ ხასიათზე დადგა. ყველა მხიარულობს, ყველა გახარებულია. ერთი ეს არის უბედური. და გაღიზიანებულმა აიღო დედის ხატების კუთხიდან წმინდა ნიკოლაოს საგვირაუთმოქმედის ხატი და ეცეკვა მას. ეს იყო სიგლისპე, ძველ ქართულად ვთქვათ, არაწმინდა კადნიერება, თავხედობა. დაუშელი ვერ დარჩებოდა. ამ ცეკვაში გოგონა გაშიშდა, გაქვალდა.
თავიდან ვერ აღიქვეს მეგობრებმა, მაგრამ როცა ხან შეუძახეს, ხან ხელი მოკიდეს და ქვასავით იყო მისი სხეული გამხდარი, თავადად შეშინდნენ. გაიხსნენ და თავიანთ მშობლებს დაუძახეს ეს დედაკაცი თიასახლისი მოვიდა და ასე შემდეგ. ორ თვეზე მეტი თუ არ ვსდები, ასე გაუნძრევლად იდგა. რომ არ მომკვდარიყო, ცდილობდნენ ნემსით შეეყვანათ სითხის სახით საკვები, მაგრამ ნემსები ტყდებოდა. ანუ მიზანს ვერ ისრულებდნენ. ეს ამბავი თითქმის მთელ ქვეყანაში გავრცელდა, უამრავი ხალხი დაიძრა, მაგრამ პირველი პირის ბრძანებით ჩააყენეს მილიციის კორდონებისაგან, არავის არ უშვებდნენ გარდა დაცვისა. ერთადერთი, ვინც შედიოდა, იყო თეთრწვეროსანი მოხუცებული, რომელიც ყოველთვის ღიმილით შედიოდა და ზოიას ესაუბრებდა. ამ ზოიას გარდა ვერავინ ვერ ხედავდა. ეს იყო წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედი. პირველი კითხვა როგორი იყო, როცა თავდაპირველად გამოჩნდა ეს მოხუცებული. აბა ზოია, როგორია? კარგია ფეხზე დგომა? კარგია ცეკვა? ზოიას უნარი არ ქონდა საუბრის. შიშმა დაუარა მთელ არსებაში. ასე და ამგვარად, როდესაც გავიდა ეს ორიოდე თვე, ზოია თითქოს გონს მოეგო, ჩვეულებრივი იერი მიიღო, მისი ხორცის აქამდე გაქვებული დარბილდა, ჩვეულებრივი ადამიანის ტემპერატურა მიიღო 36 და 6. მედიცინის მუშაკები მას ამოწმებდნენ ყოველდღიურად, რა თქმა უნდა, ამის შემდგომაც, ესე იგი, როცა ფეხზე იდგა, დრო და დრო საზარლად წიოდა, მილიციას ეშინოდა იქ დგომის და ერთ მათგანს შიშისგან თმები გაუჭარაღავდა, ნაადრევად დაბერდა. ისეთი საზარელი ხმები ამოსდიოდა ზოიას. რას ყვიროდა? შეჩერდით ადამიანებო, ჯოჯოხეთის ცეცხლში იწვის დედამიწას, ნუ სოდავთ, მალე მოვალ სუფალი, განჟად ცოცხალთა და მკვდართა. და ამ დროს ის არ იყო მორწმუნე, დედა იყო მორწმუნე. ამის შემდგომ, როცა გონს მოეგო, რა თქმა უნდა, მას გაესაუბრნენ, მათ შორის სასულიერო პირების მორწმუნე მრევლი და დაეკითხნენ, რას გრძნობდა, რას ხედავდა. ჩვეულებრივ ყველაფერს ხედავდი, ყველაფერს გრძნობდი და დრო და დრო ჩემთან მოდიოდა წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედი. კი, მაგრამ ეს ორი თვე, ეს ათეისტებიც ეკითხებოდნენ, ექიმები, თავი როგორ შეინარჩუნე, რომ არ მოკვდიო, ცოცხალი როგორ ახარო? მართალია, ადამიანური გაგებით მე არ ვჭავდი, ვერ ვსვამდი და ვხედავდი, როგორ გიტყდებოდათ ნემსები, მაგრამ ჩემთან მტრედის მსგავსებანი მოფრინდებოდნენ და ბაგებზე რაღაცას მადედნენ, რომელიც ძალზე ტკბილი იყო და ჩემს შიგანში ჩადიოდა. ეს სრულიად უცნაური სახით კვებავდა უფალი მტრედის მაგვარი არსებებით. რა არის ეს? ვინ არიან ნიგინი? ეს ჩვენ არ ვიცი. მაგრამ ეს არის მონათხრობი ზოიასი. აბა ეხლა თქვენ მითხარით დაეჭვებულებმა, რომ 17 წელი ჭამდა ორპურ ნახევარს, ან ანტიქრისტეს დრო შეიძლება გამოიკვებოს ღმერთის მიერ წმინდანები. როგორ იკვებებოდა ზოია? როგორ გადარჩა? როგორ გამოვიდა მდგომარეობა? როცა ასე ვთქვა, ძალიან მძიმე ეპიტიმია საეკლესიო საჟელი მოიხადა წმინდა ნიკოლოზის შეურაცხყოფისთვის. და ამით ღმერთისა, ის ღვთის წმინდანია, ღვთით არის წმინდა. ნიკოლაოზის, მარიამის და ესე შემდეგ. ისე რომ ჩემო საყვარელო, ღვთისთვის არაფერია შეუძლებელი, მაგრამ საბაბი კიდე ერთხელ ვამბობ, ადამიანმა უნდა მისცეს ცოცხალი წმენა. და რამდენ სიტყვა ჩვენგან? როგორც უფალი ამბობს, დოგვის მართლის ოდენა წმენას. და ეს იმდენად დიდია ღვთის თვალში, რომ მთებიც კი შეიძლება გაემორჩილოს. რაგი მარიამ ეგვიპტელზე გვაქვს საუბარი და ეგვიპტის უდაბნოებზე, აი ეგვიპტის ერთ-ერთ უდაბნოში ორი ბერი შეხვდა ერთმანეთს. ერთი ქალაქელი ჩემსავით თავდაჯერებული, მეორე მეუდაბნოე განდეგილი მამა, ჭეშმარიტი ასკეტი. ხო და კურთხევა აიღო ამ ახალგაზრდა მუხლებში ჩაუვარდა და კითხა რომ აი ღმერთმა შემახვედრა შენი თავი. სახარებოს კითხულობოდა, ზოგი ადგილი არ მესურს, რომელიო შვილო, დაეკითხა მოხუცებული ბერი. აი მაგალითად ხელი ჩაუშვა. აი მაგალითად ამენ გეტყვით თქვენ, ამენ ნიშნავს ჭეშმარიტად. უკეთ მდობის მართლის სარწმუნოება
გაქვდეს მთების აღიფრქვებიან და დაგემორჩილებიან. პირდაპირი გაგებით უნდა გავიგოთ, რომ მორწმუნეს მთებიც კი დაემორჩილება, თუ ეს გადატანითი მნიშვნელობით ალეგორიულად არის ნათქვამი. აბა რომელი ადგილიაო შვილო მომაწოდე სახარებო მიაწოდა და დაიწყო კითხვა. როგორც კი ახსენა ამ ბერმა მთა ზუგს უკვე მთებმა გვინვა და მოძრაობა დაიწყეს. ანუ თქვენ ენაზე რო ვთქვათ, მიწისძვრა დაიწყო. შეეშინდა ახალგაზრდას, ჩაუვარდა კვლავ მუხლებში, მოეხვია და მამაო, ეს რა ხენიო? შიდათ უპასუხა ბერმა, გაგიმარტე სახარება, მაშა სადამე, არა გადატანითი მნიშვნელობით, არამედ პირდაპირი გაგებით არის ნათქვამი. მთებიც კი დაგემორჩილებიან. ძალზე ბევრი მაგალითების მოყვანა შეიძლება, რომ მსგავსი რამ მომხდარა. რაღაც შორს წავიდეთ, გასულ ქადაგებაში ვახსენე მამა გაბრიელი. დედაკაცმა რო იფიქრა გულში, კი ვხედავ, რომ კარგი ადამიანეო, კარგი მამაო, მაგრამო ძველი მამები გამიგია წინა, ესე იგი სასწაულით მოქმედნი იყვნენო, მთებიც კი ემორჩილებოდა, უფალიცხო გვასწავლისო და ამას რა შეუძლიაო. შემოუბრუნდა სხვა დედაკაცებს ესაუბრებოდა, ესე იგი დაო, როგორც იცოდა ხოლმე სალონსურად, დაო, ის კი არ არის ძნელი, რომ მაგალითად ეხლა ზედაძნის მთას უყურებენ, კოშკთან იდგნენ. მეც იქ ვიყავი ბოლოში ვიდექი, სტუდენტი ვიყავი სემინარის, ის კი არ არის ძნელიო, რომ ეს თქვა ზედაზნის იქით გადაიტანო და ის თაკეთ გადმოიტანო საგურამოსი. არაო. მე ის მიკვირს, რომ ძროხად მწვანე ბალახს ჭამს და თეთრი როგორ გამოდის რძეო. ანუ სიტყვა ბაზია უგდო. სალოსურად გააგზელა მერე ლაპარაკი, რომ არ ეთქვა ეს დედაკაცი მაინც შეშინდა დავარდა, მამაო, თქვენ რა იცით, მე რას ფიქრობდით? მე არაფერიც არ ვიციო და გააგზელა სულელური ლაპარაკი მერე. რომ ყურადღება არ მიეცია და არ შეექოთ და არ წარმოედგინათ, რომ ეს სასწაულით მოქმედია და გულთმისანი როგორც თქვენ ამბობთ, წინასწარმცნობელი და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ეს ჩვენთვის არის შეუძლებელი, მაგრამ წმენისთვის არაფერი არ არის შეუძლებელი. ჩვენს პირად ცხოვრებაშიც არც თუ იშვიათად მომხდარა მსგავსი რამ სულიწმინდის მოქმედებით. აი ერთხელ მამა გაბრიელს მეკითხები, სწორედ კოშკში სხედვართ მასთან უკვე გადასული იყო საქათმიდან და ესე იგი როგორ გამოიცნო მეთქი, რომ აი წარსულში რა იყო მომავალში. მაგაზე ადვილი რა არის, არცილაო. და როგორ მეთქი მაინც კერძოდ. აი სულიწმინდა ჩემი მეგობარიაო. რამე რომ მინდა ვეთყვი და ისიც პასუხობსო. აბა მითხარ რაც გინდა გაიფიქრე ახლა გულში და გეტყვი რას ფიქრობო. ახლა ბოლოს რომ მოვჩით სულ ლაპარაკს, მე მითხრა რომ არავისთან არ თქვა ჩვენ ლაპარაკს საუბარზეო. ყოველ შემთხვევაშიო გაიცინა, ვიდრე ცოცხალი ვარო. აჰა. მიიცვალა იმ სოფლად მამა გაბრიელი და დავწერე კიდე წიგნში მასეთ და თქვენს მოგახსენებთ. ისე რომ მადლობა უფალს, მის სახიერებას და გასმოყვარებას, უმძიმეს და უკანასკნელი ჟამისთვისაც ჩვენ გვეყოლებიან წმინდა მამები. მართალია სანთლით საძებარი იქნებიან, მაგრამ იქნებიან. ეს ჩვენთვის დიდი ნუგეშია. აი რომ წარმოიდგინეთ ერთი რამ, კათოლიკოს პატრიარქი გარდაიცვალა და ელდა ეცა ერს. დაიზაფრენ, ტირიან და ასე შემდეგ. ეხლა წარმოიდგინე მეორეს ხრი საპირისპირო, როცა ჩვენ გვეყოლება თუნდაც ერთი წმინდა მამა, სხვათა შორის მამა გაბრიელმაც ჩემთვისაც უთქავს და სხვებისთვისაც. ბოლო ჟამს მეც თქვენთან ვიქნებიო. მე გასწავლით რა ბალახები იჭმევა და რა არ იჭმევაო. და გადით გუნდ-გუნდად 30, 50, 60 კაცი. თითო როლა არ იყო თუ წარწყდებითო, საშიშიაო. სხვათა შორის მსგავსი რამ, სხვა მამებს თქვა ბერძენა, რუს მამებსაც აქვს ნათქვამი თავისი მრევლისთვის. ანუ ეს არის ერთი და იგივე სულიწმინდა ხარ მასწავლებელი, რა თქმა უნდა, ქართველ მამებსაც, სერბებსაც, რუსებსაც, ბერძნებსაც და ასე შემდეგ. სულიწმინდა ყველგან მასწავლებელი. რამდენი ხანი გაატარა მარიამ ეგვიპტელმა უდაბნოში? დაეკითხა ზოსიმე. 47 წელიწადი. და როცა საუბრობდნენ, ძალიან ხშირად მოყავდა ციტატები ძველი აღთქმიდან, მარიამ ეგვიპტელს ახალი აღთქმიდან და დაეკითხა, როგორ ასე კარგად როგორ შეისწავლე ახალგაზრდობაში, იმიტომ რომ შენ თუ 12 წლის წახვედი და ასე შემდეგ რაღაც ისწავლედი ამ გარკვეულ ცხოვრებაში და როდის ისწავლეო ეს წმინდა წერილი? არასდროს არათუ წმინდა წერილი, საერთოდ წერა კითხვა არ ვიციო. და არც წადარში ყოფილო და არც საგალობლები მომისმენიაო და გალობდა არაჩვეულებრივად. ლოცულობდა, როცა არ უსწავლია და ასე შემდეგ. ისე რომ
სულიწმინდის მადლით ხდება ყოველივე ეს, როგორც განუმარტა მარიამ მეგვიპტელმა. როდესაც საუბარს მორჩნენ, წმინდა მარიამას თხოვა, რომ მომავალ ამ დროს დიდ ხუთშაბათს ამოდი დინარე იორდანის ნაპირზე, მეც იქ დაგვხვდები და თუ შეგიძლია ზიარება მინდა მივიღო. აღუთქვა ზოსიმე და მერმე დაბრუნდა ჩვეულებრივ ზობას თავის მონასტერში, ოღონდ სიტყვა ჩამოართვა, რომ არავისთვის არაფერი არ ეთქვა მის სიცოცხლეში, ვიდრე მარიამის ცოცხალი იყო. იმდენად დიდი შთაბეჭდილება მიიღო წმინდა მარიამ მეგვიპტელისაგან, რომ ზოსიმე ეჭობდა, მოკვდება კიროდის მე, აღესრულება. იმდენად დიდი სასაულთმოქმედება ნახა და მადლი მასში. მოკლედ უკან დაბრუნდა, მაგრამ ფიქრობ ძნელი არ არის მივხვდეთ, როგორ გაატარა ეს ერთი წელიწადი აქედან იქამდე, დიდ ხუთშაბათამდე. ერთი სული ჰქონდა, როდის იხილავდა კიდევ. არაუბრალოდ უნდა მოესმინა, ანეწინასწარ, ენახა. როგორ გითხრათ, ენით აუწერელი სიყვარული, საერთო ტრფიალება ქვია ამას, არა გზნობისმიერი, არამედ ღვთისმსულიერი გაუშვდა მარიამის მერტო. მისი სახის ნახვაც კი მისთვის იყო გადაშლილი სიბრძნის წიგნი. აი ამის პარალელურად რომ მოვიყვანო ასოციაციით მაგონდება და არშებილია ნართხვა, ანტონი დიდთან სამი ბერი დადიოდა შორეულ და დრო და დრო ჩამოდიოდნენ და ეკითხებოდნენ ხოლმე ღვთისმსულიერ საგნებზე და პასუხებს იღებდნენ და ერთი ბერი არასდროს არ ეკითხებოდა. ერთხელ მოვიდნენ ორჯერ, ბევრჯერ და ერთხელაც მიუბრუნდა ანტონი დიდი და ამ ბერს, რომელიც არაფერს ეკითხება, როგორ შვილო, შენ არაფერი კითხვა არ გებადებაო, არა გაქვსო კითხვა. ჩემთვის თქვენი პირის სახის ჭვრეტა ყველა კითხვაზე პასუხია. ისეთი მადლმოსილება გამოსჭიოდა პირდაპირ გაგებით ანტონი დიდის სახიდან. ეს უნახავთ ზოგიერთ სხვაზეც. მაგალითად გრიგოლ ხანძთელი ჩვენი, სერაფიმ საროველი, გრიგოლ პალამა, რომლის ქადაგებებსა ეხლა მზადდება დასაბეჭს და ჩვენ მიერ ითარგმნა რა. ქადაგებაში არაერთხელ მრევლის მნიშვნელოვან ნაწილს უნახავს ხელთუქმნელ ნათელზე ჭობდა საფრთხო ენერგიებზე და მასზე ხედავდნენ ამას. და გარდაცვალების შემდეგაც სინათლე გამოშვების მისი სხეულიდან. ეს ისეთი მკვდარია, რომელიც მუდამ ცოცხალია. ეს და სხვა წმინდა მამები. ერთი სიტყვით ასე იყო თუ ისე იყო, სულ მოუთქმელად ელოდა, როდის გამოფრჩა მეთქვა ეს მნიშვნელოვანი ესე მცირე რედაქცია მისი ცხოვრების, რომს დააპირო, შენ ნუ ამოხვალო აქო. მართლა რომ დაიწყება. რომს დააპირო, მაინც ვერ ამოხვალ, იმიტომ რომ ავად გახდებიო. მართლაც როგორც კი დადგა დიდ მარხვა, გახდა ავად. წარმოუდგენელი იყო მონასტერში ეკურთხებინა და უდაბნოში გაეშვა მონასტრიდან წინამძღვარს. ასე და ამგვარად დარჩა მონასტერში. თითებზე პირდაპირ გაგებით ვამ ითვლიდა დღეებს, როდის დადგებოდა დიდ ხუთშაბათი. არა იმდენად იმის გამო, რომ ხუთშაბათამდე განიკურნებოდა, არამედ იმიტომ, რომ ენახა მარიამ მეგვიპტელი. მართლაც წინა დღეებში ნებიშვიდეული რომ დადგა, იგი განიკურნა. და გვიან ღამით, ესე იგი, როცა დიდი ოთხშაბათი გადადიოდა დიდ ხუთშაბათში, მან აიღო თან მცირეოდენი საგზალი, წმინდა ზიარება და გამოვიდა მონასტრიდან და გაეშურა დინარე იორდანისკენ, სადაც მიასავა მას მარიამ მეგვიპტელმა და ბევრი არა თუ ცოტა არა, როგორც იტყვიან, მოვიდა ნაპირთან, მაგრამ აქ არავინ არ არის. დაღონდა სოსიმე, განაწყენდა, ატირდა. უნდა ნახოს და არ არის აქ. მთელი წელიწადი ნატრობდა ამას. წარმოიდგინეთ რა დღეს შევარდებოდა. ადამიანურად გელაპარაკებით. თუმცა ეს ღვთიური რაღაცაა მართლაც. და აი გათენებისას თვალი მოკრა, რომ მარიამი უახლოვდებოდა მდინარეს. კი, მაგრამ უსვათ კითხვა დაებადა გონებაში სოსინეს. როგორ გადმოვა? რატომ არ ვიზრუნე, რომ ნავი მომეყვანა აქ, რომ გადმოსულიყო ადვილად. ნუ განიცდიო, გადმოზახა მარიამმა. ილოცა ჯვარი გადასახა იორდანეს და შედგა და გადმოვიდა ჩვეულებრივად, როგორც უფალი გენესარეთის ტბაზე. ქვედაემხო ამის ხილვაზე ზოსიმე და ეს ქვე რომ დაემხო იქ შეზახა, გადმოსახა მარიამ, რა შვები მამაო, წმინდა ზიარება კიდია გულზეო. ამის მერე გოსმოებო, ზოსიმე და წამოდგა.
მამაო ჩვენო წამსი ითხოვა რომ ეთქვა ზოსიმეს და აღსარება ესე პრაქტიკულად არაფერიც არ ქონდა და აღსარება უკვე უთხრა მან ერთი წლის წინ შენდობის ლოცვა წაუკითხა და საერთოდ ზღვენი მისცა აზიარა კიდევ ერთი თხოვნა მექნება დასასრულ უთხრა მარიამმა მომავალ ამ წელს ამოდი დიდ მარხვაში იმ ადგილას სადაც პირველად გნახე დამშრალ წყაროსთვალთან კიდევ ერთი წელი აუტანელი მოლოდინისა თითქოს დრო გაიწელა ერთი წელი 3 და 4 წლად მოეჩვენა ზოსიმეს მაგრამ თავზევი ძალა არ არის როგორც სიტყვიან ხოლმე ეს დღეები მას უნდა გაეტარებინა აი მოაწია დიდ მარხვამ და გაეშურა ისიც ლოცვა კურთხევით იმ უდაბნოსაკენ იმ წყაროსთვალისკენ მაგრამ როდესაც მივიდა ახლოს ნახა რომ მარიამი უსულოდ იწვა ატირდა ამ ხელაკაცი ბერი ცრემლი დაუდო ფეხები წმინდა მარიამს ეამბორებოდა მის წმინდა სხეულს და მოსთქვამდა ღირსი ზოსიმე და ესე იგი გადაწყვიტა მიწისთვის მიებარებინა ეს არის ღვთის კურთხევა მიწა ხარ და მიწადვე მიიქეც ადამიანები რომ გრძალავენ ადამიანებს ეს არის ღვთის კურთხევა ამიტომ ნეშტის დაწვა და სხვადასხვა განადგურება არ არის ღვთიური არ არის ღვთის ლოცვა კურთხევა ეს ბოროტისგან არის ნასავები ადამიანისთვის მიუღებელია ყოვლად ჩვენი სხეული არის ტაძარი სული წმინდისა როგორც ღვთისდიდებული პავლე მოციქული გვასწავლის და ამაზე გვაქვს ღვთის ლოცვა კურთხევა რომ მიწისაგან მოღებული მიწაში დაბრუნდეს და ეს კურთხევა პირველად გამოსვა ჩვენს პირველ მშობლებზე როცა შესწოდეს ღმერთს და უსმინეს ბოროტს მაგრამ როგორ უნდა გათხაროს გაქვავებულია მიწა იმოიხედა ნახა სადაც განხმარი ტოტი გდია აიღო და დაუწყო თხრა მაგრამ ვერაფერი ვერ შესძლო რა უნდა გაეკეთებინა საგონებელში ჩავარდა და ამ ფიქრებში როცა თავი ასია დაინახა რომ უდაბნოს ვეება ლომი ფეხის გულებს ოლოშნავს მარიამს თავდაპირველად შეკრთა შეშინდა შიში ეს არის ღვთისგან მოცემული ადამიანის თავდაცვა ერთ არის ადამიანის ადამიანს რომ შიში არ ქონდეს ტკივილის გზნობა ერთ დღეში როგორც მithქვამს ამოხოცავდით ერთმანეთს დაუნდობლად მსგავსი რამ იქნება ბოლოშავს ანტიქრისტეს ვინც ბეჭედს მიიღებს ანტიქრისტესი უგრძნობელი გახდება როგორც წმინდა ნილოს მირო მდინარე წინასწარმეტყველებს მისი გული გულქვა გახდება ადამიანი ამიტომ დაუწყებენ ლეშის ჭამას ადამიანის გვამებს ადამიანები ერთი სიტყვით როდესაც ჯვარი გამოისახა და გონს მოეგო ლომს უთხრა ხომ მიხვდა რომ თვით ლომიც კი უდაბნოს მეფე მოვიდა და მორჩილად ლოშნის წმინდა მარიამის რამდენად დიდი წმინდანია უთხრა რომ მე მარტო გამიჭირდე როგორც ცოცხალ არსებას წე მიმართად გამიჭირდება მარტო სამარე გავთხარო ამიტომ შენ უნდა დამეხმარო და ტორებით გათხარა სამარე და ორივე ლომმა და ზოსიმე მიაბარეს მიწას აი აქ ტაძრის შუაგულში დასვენებულია ხატი მარიამ მეგვიპტელისა რომელშიც მისი გადმოცემით მისი სხეულის წმინდა ნაწილია ჩასვენებული მაგრამ მოდით კითხვა დავსვათ თუ ზოსიმემ დაგრძალა ერთადერთმა რედაქციამ მოაღწია მისი ცხოვრების არაფერია იქ ნათქვამი რომ რაიმე ნაწილი აიღო ზოსიმეს ეს არის ვარაუდი ჩვენი შესაძლოა ასეც მოხდა როგორც ევლოგია როგორც დიდი სიწმინდე შეიძლება აართვას ეს არის მიღებული ტრადიცია მთელს ქრისტიანულ სამყაროში წმინდა ნაწილები ესე მიმობნეულია წმინდანების მთელს დედამიწაზე მთელ დედამიწაზე აი მაგალითად ქვემოთ მამა გაბრიელისა და აღდგომის ტაძარში უამრავი სხვადასხვა წმინდანის ნაწილებია მაგალითად მოციქულების მახარებლების ლუკასი მათესი ბასილი დიდის გრიგოლ ღვთისმეტყველის ლაზარე 4 დღემ დარყოფილის და ასე შემდეგ ეს არის ჩვეულებრივი ტრადიცია
წმინდა გიორგის ნაწილები ხო უამრავია, მათ შორის მუხლისთავია, კოჭისთავია ჩვენთან საქართველოში და არა მარტო ეს, რა თქმა უნდა, და ძირითადი ნაწილი მისი სხეულის დაუზიანებელი, ასე ვთქვათ, მოუკლებელი მისი დედის სამშობლოში, ლუდიაში, წმინდა გიორგის სახელობის ვეება ტაძარში არის დასვენებული, ქონდა სიხარული, როცა პატრიარქს ვახტით მოსალოცათ 2000 წელს წმინდა მიწისა, რომ ესე იგი თაყვანი გვეცა ისიც წმინდა რომლის ლუსკუმაშია დასვენებული და შემინულია, რა თქმა უნდა, ზემოდან. როგორც ჩანს, წმინდა ზოსიმებ რაღაც ნაწილი აართვა. ეს წმინდა ნაწილი პირადად მე საჩუქრად გამომიგზავნა ამერიკის შეერთებული შტატებიდან ერთ-ერთმა ჩვენმა სულიერმა შვილმა, ზიამ, რომელიც უწინ თავდაპირველად როცა დიდუბეში ვიყავი, მუდლად ჩემი სულიერი შვილი იყო, მეორე ალბედითობის გამო ესე იგი წავიდა, დიდი ხანია ჩამოვიდა იქიდან და იქ ერთ-ერთი მონასტერი დაშალეს, გავუქმდა და ესე იგი წმინდა ნაწილები გამოგზავნა საკმაოდ უხვად თავის ახალ მოძღვარსაც გამოუგზავნა, ჩვენს პატრიარქს გამოუგზავნა სხვა წმინდა ნაწილები და ესევე მეც როგორც მის პირველ და ძველ მოძღვარს გამომიგზავნა და ეს ყველაფერი დაურთეთ შესაბამისად შეიქმნა ხატები ამა თუ იმ წმინდანის, ვთქვათ, გრიგოლ ღვთისმეტყველის და სხვა ივანე ოქროპირის ეს ერთად არის დასვენებული ვასილი დიდის ივანე ოქროპირის და გრიგოლ ღვთისმეტყველის ხატი და ივანე ოქროპირის არ ქონდა და ათონზე რო ვიყავი ვატოპედის მონასტრის წინაზღვარს ეფრემი რომ არის მალე ჩამოდის აქ მომიყოლი ახლა თავს აღარ შეგაცხენ მაგას ვთხოვე რომ აი ეს რაღაც წმინდა ნაწილი ოქროპირისთან ახალი დამთავრებული ქონდა გამგზავრების წინ ივანე ოქროპირის ჯვარსახვარი გზა რომანია ცელი დოკუმენტური რომანია ნუ არაჩვეულებრივი წიგნი თან დედაკაცის დაწერილი ანუ კაცის გონებით არის დაწერილი კარგად არის ჩამოქნილი ეს წიგნი და აი ეს წიგნი დავასრულე მეთქი და ხატის დავაწერინე და თუ შეიძლება რომ რაღაც ცირე ნაწილი თუ შეიძლება რომ შემოსციროთ ჩვენს ტაძარს რომ დავასვენოთ იქ ნუ დაიწყო აქ უნდა კინოტის კრება გაიმართოს ყველა 20-ვე სავანებულნამ შეიკრიბოს მიიღოს და სელი ლაპარაკი მივხვდი რომ არ იყო მომცემი და თავი დავანებე რა მოკლედ ბერძენი ასე მოიქცა ქართველთან ეხლა მოდი ქართველი როგორ მოიქცა ბერძენთან აი ამ ტაძარში წირვა უნდა დადგეს პეტრე პავლოვის დღესასწაულია კათოლიკოს პატრიარქი მოგზავნდა თან სხვებთან ერთად მოიყვანა ერთ-ერთი ბერძენი არქიმანდრიტი რომელიც ელეონის მთაზე აშენებს ამაღლების ტაძარს მე ვფიქრობ დასრულებულია უკვე რომლის დედა არის წმინდანი და რომლის დედა მონაზონი არის გაუხრწნელი ამ მონასტრის შენებლობის დროს მუსლიმი არაბები მოეპარნენ და ზურგი და როგორც ჩვევიათ ლაჩრულად რამდენჯერმე დანაჩაარტყეს დედამის როგორც მონაზონს როგორც ქრისტიანს საგანგებოდ არა უბრალოდ მოკლეს ქრისტიანი მოკლეს მისი სხეული ამ დედაკაცის მონაზონის დღემდე არის უხრწნელი და იმ ტაძარშია დასვენებული დაკრძალული კი არა დასვენებულია მოკლედ აი მისი ძე არქიმანდრიტი აქ არის ჩამოსული და ჩვენი მრევლი დები გურჯაანიდან 3-4 წლის განმავლობაში ხელით ქარგავდნენ წმინდა ტრაპეზის გადასაფარებელს. ხო და როგორც იყო დაასრულეს პეტრე პავლოვისთვის, ნუ დიდი სიხარული იყო ჩემს გულში, მათაც უხაროდათ რომ აი პეტრე პავლე შესწირავენ, მისი მრევლი არიან და ასე შემდეგ და საგანგებოდ ამ წირვა ლოცვისთვის დავაგეთ, ვაკურთხეთ, გამოსახულება ხო არის ეს და დავაგეთ წმინდა ტრაპეზი, ძალიან ლამაზად შეინკო, კარგად ჩანდა, ასე ვთქვათ და თავი მოგწონდა ჩვენს ადამიანურად რო გითხრა და წირვა რომ თავდებოდა არქიმანდრიტი ერთ-ერთი რომელიც დღეს ეპისკოპოსია მოდის და ყურში მეუბნეო მამაო ეს მომიყვა მისი დედის ისტორია რომ უხსნელია წმინდანია კანონიზირებულია ეს აშენებს ელეონის თაზე და ასე შეთვალშორის ელეონის თაზე ჩვენც ვიყავით როცა მოვილოცეთ წმინდა მიწა და დღემდე არის შემორჩენილი ნაფეხური მაცხოვრის რომ მაღლდებოდა ბოლოს რომელი ფეხიც ედგა დედამიწაზე მარცხენა ფეხია იმისი გამოსახულებაა და იქ პატარა ნიში იყო აშენებული მასზე მაგრამ იქ ტაძარიც იყო და მუსლიმებმა დაანგრიეს და ასე შემდეგ და სხვადასხვა მოკლედ ხო და ძალიან მოეწონა თქვენი ტრაპეზის გადასაფარებელი ესენიც ეხლა მორჩნელო მონასტერს და აი ტრაპეზზე უნდა თავისის რომ რაღაც ძვირფას აგროვეს დედამიწის ყველა კუთხიდანო და ესე
თუ შეიძლება რომ ძალიან მოეწონა რომ მომყიდოსო იქნება. ქართველს მეუბნება ამას. რომელი ქართველი მიყიდი და ისიც სიწმინდეს. მე უთხარი რო გითხრა სიმართლე რამდენიმე წელია ჩვენი დები ბრეული კარგავდა მეთქი და ალბათ გული სადღაც ეთკინება, სადღაც მეც მეთკინება, იმიტომ რომ სიხარული დავაფინეთ მეთქი პეტრე პავლოვიჩის, მაგრამ ამხელა საქმეს აკეთებს ამაღლების თაზე, ელეონის თაზე, ამაღლების ტაძარსაჩენ დედაწმინდანი და ამ ყველაფრის გათვალისწინებით შეუძლია მეთქი რომ წაიღოს. ხო და რომ მის ესე იგი უთხრა მოვიდა და აიღო დაიწყო აკეცვა. უთხარი კაცო ცოტა ხანი მოგაცალოს პატრიარქი წავიდეს მეთქი. პატრიარქი ისევ აქ არის ხადაგებდა რო შემოვა პატრიარქი და მე დალოცავს და წავა კი ბატონო მეთქი. და ძალიან გაუკვირდა რომ ვაჩუქეთ და რო გაიგო ამდენხანი მზადდებოდა ეს. ეს არის ქართული გული. პერსონული გული სრულიად სხვაგვარია. მე მეკითხარი ჩვენი რაც განსვენებული პატრიარქი შეურაცხო. პატოპებდის წინამძღვარმა. მაგრამ მე ის კაცი არა ვარ ვისმე შევარჩინო მამის გინება. პირში უთხარი აქებდა ბართლომეოს და სიბრძნე არ იყო თქვენ პატრიარქი ირინეოსი იერუსალიმის პატრიარქი რო განაყენეს. და ძალიან სწორადაც მოიცრო რომ არ მიიღო ავაზაკთა ამ სხდომაში მონაწილეობა ჩვენმა პატრიარქმა. მათზე ბრძენი იყო სინამდვილეში და მათზე მორწმუნე იყო. და ირინეოსი შეიძლება ითქვას წმინდანი არის. წამებული აღესრულა ამათ ხელში ბერძნების. არ მინდა ყველაფერს მივყვე. მე უთხარი თქვენი პატრიარქი არანაირი ბრძენი არ არის, ის არის ეკუმენისტი, ის არის მწვალებელი. მალიმალ რომის პატგულზე ეკიდება და ქართველი იყო თარჯიმანი ბერდიაკონი და დაიბნა რომ ვაიმე ეს როგორ უთარგმნო და როგორ უნდა უთარგმნო მე ქართველობა და მართლმადიდებლობა დაგაფიცე მეთქი და უნდა უთარგმნო მაგას მეთქი. ხო და სახეზე ხო წამოჭარხდი და ტონზეც ხო შემატყო და იმან ნაწილი უთარგმნა მე ვეღარ თარგმნი და წამოიჭრა ფეხზე და კურთხევა მისცა რომ შეეწყვიტა ტრაპეზულად სამადლობელი იყო და არავის არაფერი არ ქონდა ნაჭამი. ხე 5 წუთი დაწყებული იყო ტრაპეზი. ესე იგი შევედი ტაძარში და ღმერთო ისე ქმენ მეთქი რომ აი ეს მაძაგებელი ჩვენი პატრიარქის მუხლებზე დაემხოს მეთქი ჩვენი პატრიარქის. და მართლაც თქვენი ციტრო შინაპატიმრობაში აიყვანეს ევროკავშირმა რამდენიმე სავანეს ათონზე შესწირა დიდძალი თანხა გასარემონტებლად, რომ ეს შესავალი იყო რომ მე უფლება მისცენ ტურისტები შევიდნენ, ქალები შევიდნენ და ასე შემდეგ. როგორც იცია, გველაძუობით ევროპელებმა რა. ხო და ამას დაბრალდა რომ გაფლანგა ესე იგი უმიზნოდ თანხები და პატიმრობა გამოუტანეს განაჩენად, მაგრამ რა კი ბერი იყო და წინამძღვარი შინაპატიმრობაში იყო, მონასტრიდან ვერ გავიდოდა. ღვთის მადლით ადრე პირველი რაც გააკეთა, როცა ჩამოვიდა ივერიაში, ჩვენ პატრიარქთან მივიდა. მე არ ვიცი ახლა პატრიარქი უთხრა, ბოდიში მოიხადა რა იყო, დახმარებას თხოვა და პატრიარქმა თავისი სულ გრძელებიდან გამომდინარე დიდძალი დახმარება, მორალურის და მატერიალურის გაუწია. აი ქართული გული როგორი არის და სიბრძნე როგორია ქართული, ქრისტეს მიერი. ეხლა რო ჩამოვედი ათონიდან, ერთი კვირა ვიარე, ვილოცე, ვიფიქრე, როგორ უნდა უთხრა პატრიარქს ასეთი რამ, მაგრამ მეორეს ხელ ხომ უნდა იცოდეს როგორ არიან განწყობილი. ხო და შევედი ბოლოს და იღებაზე ჩავეწერე, შევედი პატრიარქთან და მორიდებით უთხარი, მოუყევი რაც მოხდა და პატრიარქი არც აღელვებულა. ჩვენ მის ადგილას ავღელდებოდით, გაცხარდე, არაფერი მსგავსი. 7 წლად თქვა რომ მამარჩი თქვენ თვითონ წარმოიდგინეთ პრეცედენტი რომ დაგვეშვა რომ აი ასე უშუალოდ განგვეყენებინა თუნდაც იერუსალიმის თუ სხვა პატრიარქი მერე მოყვებოდნენ რომ ესენი და ვინც თვალში არ მოსდიოდა ყველას გადააყენებდნენო და ხმას დაუწია ამ დროს და გაიხედა მაგრამ რას მეხუთე რომ აქ იწერება და ერთი ორში პატრიარქსაც უთქვას მიღებას ცოტა ხმა დაფლაო ამარჩი იმიტომ რომ ყველას უსმენენ აი შედის უშიშროების მე გარეხება ქადაგებას რატომ არ ეხება ესეც ქადაგება აი ცოცხალი მაგალითი აზგანსვენებული პატრიარქის სიმტკიცისა უშიშროების პირველი პირი მიდის და საუბარში ჩუქნის მობილურები ახალი შემოსული იყო და არ იღებს პატრიარქი აიღეთ რატო არ იღებ არ ისმინება პატრიარქს იუბორია ხრმა რა ვიცი მთელი ცხოვრება ნატრებდი ნეტა მომისმინონ არო ღვთისმოწყალს გადაგებოდა მომისმინე თუ რა აქ არ იყოს ეს რო იყო კოვიდი და გადაცმულები თუ გადაუცმელები ფორმით დადიოდნენ მოსასმენა და ნავთები მართხილებდნენ ერთხელაც მოდი მამაო აქ ისმინე გადაცმული აი მე დავინახე რაღაც სამხრები ქონდა ხმა მაღლა გავაგზელე ნეტა მომისმინონ მეთქი რა
მართლაც ისე მოხდა, მე მოგიღებით პოლკოვნიკი დამხდა და მაიორი და კაცრი შენიშვნა პირად საქმეების შეტანით. რატომ ხადაგებთ, რატომ წირავთ? უცნაურ ამეს ამბობთ მეთქი. მეყურე პურს უნდა აცხობდეს, მღვდელი უნდა წირავდეს და ხადაგებდეს. კანონი გამოვიდაო, აი ევროპაში, ევროპა ჩემთვის რა მაგალითია, ქრისტიანობისგან დაცლილი მეთქი. გულახდილად გეტყვით მეთქი. პატრიარქს რომ მეთქვა, ამას გავაკეთებდი და ხელისუფლება რაც შეეხება, მოკლედ გეტყვით, ხელისუფლება მიდის და მოდის ეკლესია 20 საუკუნეა დგას და იდგება როგორც ნაწინასწარ მეტყველებია ქრისტეს დიდებით დაბრუნებამდე. მე დაუწყეს საუბარი და ნუ რა ვიცი, ისე მოიხიბლა ეს. მე უთქვია ჩვენი მრევლისთვის, რომ ოდესმე თუ მივალ ეკლესიაში, ეკლესიაში რომ მაგასთან მივარო, ასეთი მოძღვრები თუ არსებობს, თავს კი არ ვი, ეს არის სინამდვილე რაც სხვა მითხრა. მე მისი მეზობელი აღმოჩნდა ჩვენი მრევლი და მეორე მივლის ეს ის რომ წავიდა, ხელი მოაწერევდა, განმომცეს ფურცელი ასი არაფერი წერია და ხო ვთქარი რაც შინაარსით შეავსებთ, მე რა ვიცი მეთქე პირობას გაძლევთ აი ღვთის წინაშეო, რომ არაფერი უკადრესი არ დაიწერა. უბრალოდ ჩვენ ვიყავით და ჩვენი მოვალეობა მოვიხართ, ანუ გამაფრთხილეს მე. და ასე შემდეგ. მე საინტერესო რომ კოვიდი ეკლესიიდან არასდროს არ გავრცელებულა და არ გაჩენილა. ამანაც ხო უნდა დაგაფიქროთ სარწმუნოებაზე. ეს რომ წავიდა, იქ ვერ ბედავდა ის მაიორი და მიარა და თქვენ ვერ ვისანი თუ და შევხედე და ნუ გულახდილად რო გითხრათ არ მეცნობით მეთქი. აი მე ამ დამწყლებში დავდიოდი თქვენ ხადაგებს ვისმენთ. გადავეხვეთ მე ერთმანეთს. ჩუმად ყველა ქრისტიანია რა. პატრიარქის არ იყოს ჯევარდნაძის დროს და კომუნისტების ჭეხდნენ და ხუხდნენ ღვთის წინააღმდეგ და ეკლესიის და ჩუმად მოდიოდნენ ხოლმე ჩემთან ამთხოვდნენ სახლი გვიპორთხეთ გდელი გამოგვიგზავნეთო. ჩუმად ყველა სამდა. ზოგს აქვს ეს აღსარებლო, ზოგს არ აქვს. ჩუმად არ უნდა ვიყოთ ანტიქრისტე როცა გამეფდება. ჩუმად ვინც იქნება, ყველა წარწყდება. ყველა ცხონდება, ვინც დაიცავს თავის სარწმუნოებას. როგორც პაისი ათონელი ამბობდა, ორ რამეში არ უნდა შეგეშალოთ. სამშობლოს არ უღალატოთ და ღმერთს არ უღალატოთ და გაცხოვნებთ უფალი. ძალიან ცოტა მოთმინება, ცოტა დროით მოგვიწევს მოთმინება 3 წელიწად ნახევარი ანტიქრისტეს ჭირიანი დღეებისა. და მე მომავალს უფალი დიდებით განშად, ცოცხალთა დამკვდართა მარადიული სასუფევლის დადგილებით სრულიად. მოკლედ სხოვა მარიამ მეგვიპტელმა, რომ მომავალ ამ წელს აქ მოსულიყო, ლომთან ერთად გაუთხარა, მიაბარა მიწას, მაგრამ თავში უცბად დაჰკრა. სახელი მაინც მეკითხა, წარმოიდგინეთ ორჯერ ნახა და სახელი არ კითხა, ის ხო მოხიბლული და დატყვევებული, რომ ეს აზრად არ მოუვიდა. ნეტავს სახელი მეკითხა მისიო და ამ დროს გაიხედა და შუბლზე აწერია გამართულად. შენი მხევალი მარიამი 1 აპრილი. თარიღი როცა აღესრულა ეს. დაბრუნდა უკან სოსიმე და მაშინღა მოუთხრო როგორც სიტყვა მისცა მარიამს მის ცხოვრებას. ეს გარდამოსება დიდხანს ინახებოდა ამ მონასტერში, იორდანესთან, ამათა მონასტერში. დაწესდა მისი ხსენების დღე და მოხდა ადგილობრივი შერაცხვა წინა. საერთოდ კანონიზაცია იწყება მცირე მასშტაბებიდან. ამა თუ იმ სამრევლოში, სამწყსოში, ხალხის საკოლოთავო თაყვანისცემა, 7 პრინციპი არსებობს წმინდანად შერაცხვისა და უვეტესობას უნდა აკმაყოფილებდეს. და ასე დამგვარად იქიდან იმ მონასტრიდან მე ეს გარდამოცემა ჩაიწერა წმინდა სოფრონ იერუსალიმელმა, რომელიც ქართველი მამის მოწაფე იყო, როგორც გითხარით, და ასე დამგვარად ის გახდა საკოლოთავო თაყვანისცემის საგანი, წმინდა მარიამ მეგვიპტელი. და კიდევ ერთხელ ვამბობ, მონასტრად არადროს არ აკვეცილა, მაგრამ სახია ბერმონასტრული ასკეტური ცხოვრებისა. ისე რომ თავარია დღეს რომ გზაში მივდივოდით ლოცვიდან, ვისმენდი ერთ-ერთი წმინდა მამის წინასწარმეტყველებას, რომ ყველა როდის ხონდება განსაკუთრებით ისინი, ვისაც მხოლოდ გარეგანი თაყვანისცემა აქვს. ღმერთის სული და ჭეშმარიტება, სულში და ჭეშმარიტებაში თაყვანისცემელს ეძიებს. სტუმარია ეთყობა, ტელეფონი არ გამოურთვია. ასე დამგვარად გავრცელდა საკოლოთავო. დღესვე დაემთხვა ხსენება ჩვენი ერთ-ერთი უდიდესი, ბოლო დროის უდიდესი პატრიარქის ამბროსი აღსარებლის ხსენება. თქვენ იცით რა უმძიმესი პერიოდი ერგო მას პატრიარქობისთვის და არანაკლები ელია მეორეს უმძიმესი პერიოდი ესევე.
მაგრამ ვერანაირად ვერ გატეხეს წმინდა ამბროსი ბოლოს ციხეში ჩასვეს. აი აქ მეტეხის ეკლესიასთან ციხე იყო საპყრობილე და ეს არც თუ შემთხვევით იყო რა თქმა უნდა გაკეთებული, სადაც ვერ გატეხეს, მაგრამ უკვე ღრმად მოხუცებული, მძიმედ დაავადებული პატრიარქი პავლე ინგოროყვასა და სხვა ჩინებული ქართული ინტელიგენციის ნაწილის თხოვით გამოუშვეს საპყრობილიდან, იმიტომ რომ უკვე მომაკვდავი იყო, მართლაც რამოდენიმე თვეში გარდაიცვალა წმინდა ამბროსი აღსარებელი. ბოლო სიტყვა მისი ცნობილია და ეს არის მოწოდება ყველა ქართველისთვის, ათეისტებს, უღმერთოებს, ჯალათებს მიმართა. რა გინდათ, მან დაიცვა თავისი ერი ევროპის წინაშე, ესე იგი წარგზავნა პეტიცია და დაიცვა კომუნისტური ძალმომრეობისაგან, რაც არ აპატიეს ათეისტებმა, კომუნისტებმა. რა გინდათ შენგან ჯალათებო, სული ღმერთისა, გული საქართველოსი, ხოლო ლეში გვამი თქვენი იყოს, უყავით რაც გსურთ, რადგან ღრმად სწამდა რომ მისი გვამი სულიწმინდის მოქმედებით მთავარანგელოს მიქაელის საყვირის ხმაზე უკანასკნელ ჟამს, მეორედ მოსვლის ჟამს, საყოველთაო სამჟავროს შემდგომ აღსგება მკვდრეთით. ისე რომ ღვთის წინაშე მკვდარი არავინ არ არის. დღეს ვიახსენება ორი ქართველი წმინდანის, წმინდა პიმენ სალოსის, ანუ ქრისტესთვის სულელის და ანტონ მესხისა, რომელთა ლოცვებით მარიამ მეგვიპტელისა, წმინდა ამბროსი აღსარებელისა, პიმენ და ანტონისა და ყოველთა წმინდათა არ დალეულ იყოს სრულიად საქართველოზე. ამენ.